ჩეხეთის ტელევიზია და Bohemian Production-ი წარმოგიდგენთ. კატერინა ჰაგერის დოკუმენტური ფილმი. ბავშვები ონლაინ. ოსკარი. ამ თამაშში მე ჯორჯ ვაშინგტონი ვარ. თუმცა შემიძლია ნაპოლეონიც ვიყო. შემიძლია ბევრი სხვა ადამიანიც გავხდე. Would you be interested in a trade agreement with England? I beg your pardon? თამაშები ეს ჩვეულებრივი ჰობია სახლში ყოფნისას. ტელევიზორი ვითა, მაგრამ თამაში უფრო მეტი ფიქრი გიწევს. ტელევიზორში უბრალოდ დაჟინებით უყურებ რაღაც სისულელეს. ყველა თაობა ფიქრობს, რომ უფრო დიდი გამოწვევების წინაშეა შვილების აღზრდის საკითხში, ვიდრე წინათაობა. ჩემი აზრითაც დღეს უფრო რთულია ბავშვის აღზრდა. 24 საათიანი წვდომა გვაქვს საინტერესო ინფორმაციასთან. არ არსებობს დრო, როცა ეს არ შეგვიძლია. ყველაზე ცუდი ისაა, როცა სახლში უბრუნდები და დარწმუნებული არ ვარ, რომ ოსკარი შინ არის. ოსკარის მამა. ვაღებ კარს და ვხედავ, როგორ ზის ყურსასმენებით თავის ოთახში. ზოგჯერ ხუმრობით მის ოთახს გამოქვაბულს ვეძახით. და ეცადო გამოიყვანო გამოქვაბულიდან და რეალურ სამყაროში დააბრუნო. ინტერნეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ საკითხავია, რა დროს ხარჯავს თამაშებზე. ჩვეულებრივ, როცა სახლში უბრუნდები, 4-5 საათს თამაშობ კომპიუტერთან. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის მომწყინდება. ორშაბათობით თამაშს ვერ ვახერხებ, რადგან ნაშუა დღეს 2 წრეზე დავდივარ. ცურვაზე და სამაგიდო თამაშებზე. ჩემი მეგობრებიც თამაშობენ თამაშებს. გოგონები Facebook-ს, ოსკარი, Instagram-ს ან Snapchat-ს ამჯობინებენ. აქ ხარდენ? იტვირთება. მე აქ ვარ. შენ? ძალიან ჭედავს. დამშვიდი ჯეკ. ხოლოდ ერთ ადგილზე შემიძლია ვიდგე და იარაღს ვუყურო. ნახვამდის თანაკლასელ ბიჭებს მხოლოდ მას შემდეგ დაუმეგობრდა, რაც საერთო ინტერესები აღმოაჩნდათ. ერთად დაიწყეს ონლაინ თამაში. Skype-ით საუბრობენ თავიანთი სახლებიდან. ასე დაუმეგობრდა რამდენიმე კლასელს. ოსკარის დედა. ვფიქრობ, თუ არ ეთამაშება მათ, გარიყული დარჩება. ყველა მშობელს ურჩევნია, რომ სკოლიდან დაბრუნებულმა შვილმა კუთხეში მიაგდო ზურგჩანთა და ეზოში გაიქცეს სათამაშოდ. მაგრამ დღეს ასე იშვიათად ხდება. დღესდღეობით მშობლების ნაწილი თვლის, რომ ვინც ონლაინ თამაშებს თამაშობს, ფსიქოპატი გახდება. ფიქრობ, ეს სისულელეა. ყველამ, ვინც დაახლოებით 30 წლის არის და არასდროს უთამაშია, სჯობს ტვინი გაანწრიოს.
საკუთარი კომპიუტერი მხოლოდ წელს მიიღო საჩუქრად. მე-13 დაბადების დღეზე. თამაშების შესახებ მანამდეც იცოდა. რა თქმა უნდა, ნატრობდა. დიდხანს ვეწინააღმდეგებოდით. ფიქრობ, ყველა მშობლის სტრატეგიაა, რომ არა მხოლოდ კომპიუტერს, არამედ ზოგადად ყველანაირ ციფრულ ტექნიკას შეებრძოლონ. ტელეფონი იქნება ეს თუ პლანშეტი. მაგრამ მამას ვერ შევაჩერებთ. ასეთი არის ცხოვრება ახლა, თუმცა გაკონტროლება საჭიროა. ვაწესებთ წესებს, რომელთა შესრულებაც რთულია. ფიქრობ ამ კომპიუტერულ ბანაკში რომ არ წასულიყო, არც სადმე სხვაგან წავიდოდა. შინ დარჩებოდა. ეს ჩემია. ბანაკში ყოფნისას თამაშის ღამემდე ბანაობთ, საწოლებს ვასწორებთ. ვამოწმებთ, რამდენი წყვილის სუფთა ტანსაცმელი გვაქვს. სუფთა ტანსაცმლით სავსე ჩემოდნით, რომ არ დაბრუნდეთ შინ. რაც თქვენს დედებს არ გაახარებს. აქ ძალიან სუსტი Wi-Fi-ა. 40 ადამიანია ონლაინ. ასობით მოწყობილობა არის მიერთებული. ასე რომ სხვებზეც იფიქრეთ. დღეს კიდევ რამე ხდება? შეგიძლიათ ქვემოთ ჩახვიდეთ და კომპიუტერებში ითამაშოთ. მეორე სადილი. აი რა გაქვთ. სროლის გაკვეთილები მიყვარს. რადგან არ ვიცი, უბრალოდ მომწონს. მომწონს სიმულატორები. სხვადასხვა რამ უნდა ვცადო. ყველაზე მეტად თამაში მიყვარს. ან თამაშები. ჩემს მშობლებს ეს დიდად არ მოსწონთ. რადგან ბევრს თამაშობ. დღეში 5 საათი. ურჩევნიათ გარეთ გავიდე. ან რამე ეგეთი გავაკეთო. შაბათ-კვირას ძირითადად ვთამაშობ. ნახევარი დღე ვთამაშობ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ინტერნეტია. თან ულიმიტოა. შეგიძლია მოდუნდე. ისე არ არის, რომ სპორტით ვიყოთ დაკავებულები. კომპიუტერთან ურთიერთობა პირველ თუ მეორე კლასში დავიწყე. ინტერნეტთან მიერთებულს გულისხმობ. ხშირად ვუყურებდი ვიდეოებს. ისინი ძირითადად ინგლისურ ენაზე იყო. ვცდილობდი დამემახსოვრებინა კომპონენტების სახელები. ვცდილობდი გამერკვია, როგორ მუშაობდა კომპიუტერი. 10 წლის ვიყავი, როცა პირველი კომპიუტერი, ჩემი ლეპტოპი შევაკეთე. მყარი დისკი არ მუშაობდა. კომპიუტერების შეკეთება 12 წლის ასაკში დავიწყე. ცუდია სარეზერვო ასლის შექმნა რომ არ შეუძლია. როდესაც ონლაინ ვარ, ჩემს მეგობრებს ვესაუბრები. ან თამაშობთ. ონლაინშიც. უკეთესიც კი არის ონლაინ თამაში. შეგიძლიათ თან ისაუბრო. პროგრამისტებს შეუძლიათ ახლავე მოვიდნენ. მოდი აქ.
Pomalu přijďte k vedoucímu, který bylo rychle. Ne. Tak, kdo ვინმეს გაქვთ პროგრამირების გამოცდილება? si načte od vás? ნუ მოძრაობთ. ახლა უნდა დავითვალოთ. 1, 2, 3. ეს ბანაკი პოპულარულია ტექნიკის მცოდნე ბავშვებში. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები არიან. ჩვეულებრივი ბანაკები მათ არ იზიდავს. ბუნებაში ყოფნა 2 კვირით. სადაც ვიღაც დილიდან საღამომდე გაკონტროლებს. სკაუტორი თამაშები ყველასთვის არ არის. ონდრეი ბენდა, ბანაკის ხელმძღვანელი. ეს ფაილი დაგჭირდება. სხვანაირად ეს შეცდომა არ აღმოიფხრება. კარგია. ყველაფერი რაც არ გჭირდებათ აქ ჩაყარეთ. მოგვიანებით ახლით შევცვლით. თქვენ ორნი რა სიტყვით? კომპიუტერული თამაშები 1986 წლის შემოდგომაზე დავიწყე. ეს ის პერიოდია, როცა კომპიუტერები მხოლოდ სახლში ჰქონდათ. მამა ამბობდა, კომპიუტერები ჩვენი მომავალია. რობერტ ჰოლუბი, ბანაკის ხელმძღვანელი. ჩვენ მქონდა Atari 8000 XL. წელს აღნიშნა 30 წლის იუბილეს, რაც კომპიუტერულ თამაშებს თამაშობ. ანუ როგორც მე მიყვარს თქმა, კომპიუტერული წვეულებების 30 წელი. კომპიუტერული თამაშები 90-იან წლებში გახდა პოპულარული. ონლაინ თამაშები მიმზიდველი გახდა, რადგან რამდენიმე 1000 ადამიანს შეუძლია ითამაშოს. ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფიდან კომუნიკაციის საშუალება აქვთ. შემიძლია ამ წუთას ამერიკელს ვესაუბრო. შემდეგ კი პაკისტანელს. იმიტომ რომ ეს ონლაინ ხდება. ამავე დროს ონლაინ სტატუსი მაქვს, ჩემი გამოცდილების მიხედვით. და იმის მიხედვით, რამდენად კარგად შემიძლია საკუთარი თავის წარმოჩენა. ლანჩი. ლანჩი. ხვალ სნეშკას მთაზე ავდივართ. მოუთმელადველი. მერე თამაშის ღამე გვექნება. დილამდე ვითამაშებთ. მე და ჩემი მეგობარი ვითამაშებთ თვით გადარჩენის თამაშს სახელად The Forest. ჩვენ ორნი ამ სამყაროში ვცხოვრობთ და ვცდილობთ რომ გადავრჩეთ. სვობოდაში ვართ. ჩვენ ყვითელ გზას გავყვებით. კომპიუტერული წვეულება არის ტერმინი, რომელიც პირველად თამაშების ჩეხმა კრიტიკოსმა გამოიყენა. თამაშების პირველ ჟურნალზე მუშაობისას, რომელიც აქ გამოიცა. მოთამაშეს წვეულების მონაწილე ეწოდებოდა. კომპიუტერული თამაშის პროცესს კი წვეულება ერქვა. მე თამაშისთვის სიმღერები შევქმენი. 15 წლის რომ ვიყავი, არ მომწონდა, რომ ყველა ახალი სიმღერა ერთმანეთს გავდა. ყველას მოსწონს ეს. ბრაზდებოდი, რომ არ არსებობდა სიმღერები კომპიუტერული თამაშების შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი სილამაზეა. მზად ხართ? ჩემი მეგობარი ძალიან ჭკვიანია. მან ფული შეაგროვა პერსონალური კომპიუტერის ნაწილებისთვის. შეყვარებული მიატოვა. ახლა შეეძლო Dom 2 ეთამაშა. და როცა დაიღალა, დინამიკები ჩართო. მერე სხვებიც ათამაშა და მეზობლები გაიქცნენ. კი, შენ იცი ეს. თამაში.
თამაში. ჰო. შენიციეს. ძალადობა არ არის თამაშების ყველაზე ცუდი მხარე. უარესი ისაა, თუ რამდენად წამახალისებელია ისინი. ძველი თამაშები ასე არ იყო. მაშინ მასხრად გიგდებდნენ. თამაში დაგცინოდა. ჰაჰა, ვერაფერი მოახერხე. წააგე, უიღბლო ხარ და ასე შემდეგ. დღეს თამაშები ძირითადად ძალიან მარტივია. მოთამაშეებს 10 მარსიანელის მოკლისთვისაც კი აქებენ. ამისთვის მედალს იღებ. დიდი განსხვავებაა. ეს დიდი ბიზნესია. თქვათ იყიდე ახალი ქუდი შენი პერსონაჟისთვის. და თუ ეს ონლაინ თამაშია, ყველა დაინახავს, რომ ამა და ამ მოთამაშის პერსონაჟს ახალი ქუდი აქვს. თითქმის 12 საათია. და ყველანაირად ვეცდები 4-მდე არ დავიძინო. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ. ფიქრობ გამომივა. რამეს დავლევ. საჭმელი მაქვს. ყველა თამაში ძალადობრივი არ არის. ძალადობრივი თამაშები შეიძლება იყოს სახალისო. ბავშვები, რომლებიც ამ თამაშებზე იზრდებიან, შეჩოულები არიან ამ ყველაფერს. ან ეს არ ანაკლებთ. უბრალოდ ერთობიან. რეალობად ამას არ აღიქვამენ. მესმის, რომ ეს თამაშები და ეს სამყარო მშობლებს შეიძლება საშიშად ეჩვენოთ. როგორც როკ-ენ-როლი აშინებდა მათ მშობლებს. ყველა თაობას აქვს რაღაც ახალი. თუ ბავშვს კომპიუტერული თამაშები მოსწონს, ის შეიძლება ტექნოლოგიები დაინტერესდეს. რაღაც ისეთით, რაც სამომავლოდ გამოადგება. თუმცა ის მაინც ბავშვია. ბავშვებს კი თამაშები უყვართ. ისმის კითხვა, უნდა მივცეთ თუ არა უფლება ითამაშონ სხვანაირად. არა ისე, როგორც მათი მშობლები თამაშობდნენ. აქ სათამაშოდ იმიტომ მოვედი, რომ IT წარმომადგენლებს შევხვდე. ყველა სხვადასხვა სფეროშია. აქ ხმის ინჟინერებიც კი არიან. არიან პროგრამისტები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინტერნეტ ქსელებს. არ მიყვარს თანამედროვე თამაშები. მათი გრაფიკა ძალიან განვითარებულია. ეს არ არის თამაში, სადაც საკუთარ ფანტაზიას გამოიყენებ. განსაკუთრებით ეს ეხება სროლით თამაშებს. მართლა დიდ დროს ატარებ ასეთ თამაშებში. არავის ვიცნობ თამაშ დამოკიდებულს. ნამდვილად არავინ მახსენდება ასეთი. ნახევარ დღეს რომ უთმობდი თამაშს, სწორედ მაშინ გავავლე ხაზი. მხოლოდ მეგობრებს ესაუბრები. გარეთ აღარ გადიხარ. ისე მოხდა, რომ ძალიან დიდ დროს უთმობდი თამაშს. ამიტომაც დავკარგე მეგობარი. ამან შემეჩერა. ამ ბანაკში არავინაა თამაშ დამოკიდებული. ეს ძალიან ადვილია. ასეთ ადამიანს ქუჩაში ვერ ნახავ. იცი რატომ? იქამდე უნდა ითამაშოს, სანამ ყოველდღიური მოვალეობების შესრულება შეგიძლია. სულ ეს არის. აი ასე. მომდევნო ივენთი როდის არის? ალბათ მომავალ წელს. ყველა წავიდა დასაძინებლად. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დაძინებას. თამაშს ვაპირებთ. ამაღამ ნამდვილად არ ვაპირებთ დაძინებას. ეს ხომ კომპიუტერული თამაშის ღამეა. 8 ადამიანი თამაშობს ონლაინ. საკმაოდ ჩთამბეჭდავია. და დღეს დიდებული ღამეა. საერთაშორისო კვლევამ სახელწოდებით EU Kids Online გამოავლინა, რომ ჩეხი ბავშვები პირველ ადგილზე არიან ევროპაში ინტერნეტის გამოყენების თვალსაზრისით.